ადამიანებს გაგვაჩნია რამდენიმე ტიპის შეგრძნება და მათ ვიყენებთ ყოველდღიურად. ესენია მხედველობა, ყნოსვა, გემო, შეხება და სმენა. მაგრამ იმაზე თუ გიფიქრიათ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. როგორ ხდება, რომ მუზეუმში მივდივართ მაგალითად და ვუყურებთ ლამაზ ნახატს. ან როცა წვიმს, ის სპეციფიური სუნი გვცემს, წვიმისას რომ იცის. ან როცა ტანსაცმელი გვიჭირავს ხელში და ვგრძნობთ რანაირია ქსოვილი. როგორ ახერხებს ეს ინფორმაცია, რომ ჩვენი მგრძნობელობის ორგანოებიდან მივიდეს ჩვენს ტვინამდე? ამისი პასუხი არის ნერვული სისტემა. ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენი სხეულები შედგება კომპლექსური ორგანოთა სისტემებისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ და განაპირობებენ ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას. ამ ვიდეოში მოდი ვისაუბროთ ნერვულ სისტემაზე, რომელიც არის ორგანოთა სისტემა, რომელიც აგებს პასუხს იმაზე, თუ როგორ შევიგრძნობთ გარემოს და როგორ რეაგირებთ მასზე. ნერვული სისტემა შედგება სპეციალიზებული უჯრედებისგან და უჯრედული ნაწილებისგან, რომლებსაც ეწოდებათ სენსორული რეცეპტორები და რომლებიც პასუხს აგებენ იმაზე, რომ გარემოდან მოსული სიგნალები აღიქვან. ამ სიგნალებს ეწოდებათ სტიმულები, ინგლისურად არის stimulus, ან მრავლობითში stimuli. ეს სტიმულები შეიძლება იყოს მრავალგვარი სხვადასხვა სახის. მაგალითად, მექანიკური სტიმული, რომელიც ბუნებით არის ფიზიკური, უკავშირდება ჩვენი შეხების და სმენის შეგრძნებას. მაგალითად, გიტარის სიმს თუ თითს გამოვკრავთ, მაშინ თითზე ვიგრძნობთ ფიზიკურ შეხებას და თან მოვუსმენთ იმ მუსიკას, რომელსაც სიმების რხევა იწვევს. ეს არის მექანიკური სტიმული. ქიმიური სტიმული შედგება მოლეკულებისგან და უკავშირდება ჩვენს ყნოსვას და გემოს შეგრძნებას. ამისი მაგალითი იქნება, ვთქვათ, როცა ვჭამთ სუპს. რა ხდება იმ დროს, როცა კოვზს ვიღებთ და ვსინჯავთ სუპს? ჩვენი გემოს და ყნოსვის რეცეპტორები იფარება მოლეკულებით. და ამ სუპის შემთხვევაში ეს მოლეკულები გვეუბნება, როგორი გემო აქვს და როგორი სუნი აქვს ამ საჭმელს. და ბოლოს ელექტრომაგნიტური სტიმული უკავშირდება ჩვენს მხედველობას და ასევე სინათლეს, რომელიც ყოველდღიურად ჩვენს თვალებში შემოდის. მაგალითად, მზის სინათლე, რომლის გამოც თვალების მოჭუტვა გიწევს. შუქნიშანი, რომელიც გეუბნება გაჩერდე თუ დაიძრა. და ყველა სხვა მრავალფეროვანი ფერი, რომელიც ჩვენ გარშემოა. ეს არის უბრალოდ რამდენიმე მაგალითი ელექტრომაგნიტური სტიმულის, რომელსაც ვიღებთ სინათლის მეშვეობით. კარგი, სტიმული გასაგებია, მაგრამ რა ხდება, როცა რეცეპტორი აფიქსირებს სტიმულს? როცა რეცეპტორი აფიქსირებს რაიმე ინფორმაციას, ის გადასცემს ამ ინფორმაციას ნერვულ უჯრედს. ამ სურათში ჩანს ნერვული უჯრედი, რომელიც სპეციალიზებულია იმისთვის, რომ ელექტრული სიგნალის სახით გადასცეს ინფორმაცია. საბოლოოდ ეს სიგნალები ნერვების გავლით გადაეცემა ტვინს, რომელიც მრავალი სხვა სენსორული რეცეპტორისგანაც იღებს ინფორმაციას და რომლის ფუნქციაც არის, რომ ეს ინფორმაცია დაამუშაოს და მოაწესრიგოს. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ ტვინმა შეიძლება საპასუხო რეაქცია გააგზავნოს ორგანიზმში და ასევე შეინახოს ეს ინფორმაცია მეხსიერებაში, რომ მომავალში გამოიყენოს. მაგალითისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, სტადიონზე ფეხბურთის თამაში. შენი სენსორული რეცეპტორები იღებენ ინფორმაციას, რომლებიც საბოლოოდ ითარგმნება იმაში, რომ მაგალითად ხედავ ბურთი როგორ მოდის შენამდე, ან კანზე გრძნობ ნიავს. სიგნალები ამ რეცეპტორებიდან გაივლის ნერვებს და ბოლოს მიდის ტვინთან, სადაც ეს ინფორმაცია ორგანიზდება. ამის შემდეგ ტვინი აგზავნის საპასუხო რეაქციას, რაც საბოლოოდ იწვევს იმას, რომ მაგალითად სწორ ადგილას დგები, ან ხელს გაიწვდი, რომ ბურთი დაიჭირო. და ასევე რასაც აკეთებს ტვინი, არის რომ ამას ინახავს მეხსიერებაში, ასე რომ შეიძლება მაგალითად კარგ მოგონებად დაგრჩეს, რომ თამაშობდი სტადიონზე. ინფორმაციის ამ დინებას ერთიანად თუ შევხედავთ, სენსორული რეცეპტორები რაღაც ინფორმაციას იღებენ სტიმულის სახით, აგზავნიან ამ ინფორმაციას ნერვებთან და ნერვები აგზავნიან ტვინთან. და ამისი საბოლოო შედეგი არის ან პასუხი სტიმულზე, ან ინფორმაციის შენახვა, ან ორივე. ანუ რომ შევაჯამოთ, ამ ვიდეოში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიგრძნობენ ჩვენი სხეულები რაღაც გარემოში სიგნალებს და როგორ სცემენ პასუხს. და ეს ყველაფერი, ის რომ რეცეპტორები რაღაცას გრძნობენ, შემდეგ აგზავნიან ნერვებთან, ნერვები აგზავნიან ტვინთან, ტვინი ამუშავებს და შემდეგ პასუხს სცემს და ინახავს მეხსიერებაში, იმაზე გაცილებით უფრო ხშირად და სწრაფად ხდება, ვიდრე გვგონია. და ასე ახერხებს ორგანიზმი, რომ შეეწყოს გარემოს.